ხაშურშია ჩვენი ჟურნალისტი ნინო ფისაძე, რომელიც ადგილიდან გვეტყვის თუ როგორ მიმდინარეობს საარჩევნო პროცესი. ადია ხაშურში რეგისტრირებული 47800 ამომრჩევლიდან 12 საათის მონაცემებით არჩევნებში მონაწილეობა მიიღო 17.8%-მა, რაც შეეხება ვითარებას საარჩევნო უბნებზე, 7 ვითარებაში მიმდინარეობს პროცესი და როგორც საარჩევნო ოლქში განაცხადეს, ამ დროისთვის არც ერთი საჩივარი დარღვევებთან დაკავშირებით შესული არ არის. 38 საარჩევნო უბანია ხაშურში გახსნილი და აქედან 29 უბანზე ელექტრონული სისტემით მიმდინარეობს პროცესი, რაც შეეხება ხაშურის მერობის კანდიდატებს, გამარჯვებისთვის ქართული ოცნებიდან პაატა ჩადუნელი და საინიციატივო ჯგუფის მიერ წარდგენილი კანდიდატი ვალერი გელაშვილი იბრძვიან. გამარჯვებისთვის ორივე მათგანმა საკუთარი არჩევანი უკვე გააკეთა და ისინი იმყოფებოდნენ საარჩევნო უბანზე. არჩევნების მიმდინარეობის პროცესს მთელი ქვეყნის მასშტაბით 50-ზე მეტი საერთაშორისო და ადგილობრივი ორგანიზაცია აკვირდება. წარმომადგენლები 21 ქვეყნიდან 130 უბანზე დააკვირდებიან პროცესს. ხაშურშიც იმყოფებოდნენ უცხოელი დამკვირვებლები მეორე საარჩევნო უბანზე და განაცხადეს, რომ უკვე რეკომენდაციებს და დასკვნებს არჩევნების მიმდინარეობასთან დაკავშირებით ისინი არჩევნების დასრულების შემდეგ გამოაქვეყნებენ. მე გავაკეთე ჩემი არჩევანი, რა თქმა უნდა, საქართველოში მშვიდობის ხარდასაჭერად და სტაბილური განვითარების ხარდასაჭერად მოლოდინი მაქვს, რომ მშვიდობიანად ჩაივლის მთელ საქართველოში არჩევნები და მათ შორის, რა თქმა უნდა, ხაშურის რაიონშიც და ჩვენ აუცილებლად გავიმრჩევთ. ძალიან მნიშვნელოვანია, რომ აქტიურობა იყოს მაღალი, ამორჩეველი მივიდეს საარჩევნო უბნებთან და გააკეთოს თავისი არჩევანი, რა თქმა უნდა, და მე მოლოდინი მაქვს, რომ ეს ასეც იქნება. Რამდენიმე უბანზე მექნონ გავიარეთ და დგანანს ავტობუსები, სიებიაკ და არეგებენ ვაუჩერებს ფულს. ნახოთ რა იქნება. ბევრმა შელეფული აიღოს, მაგრამ შემოხაზო სხვა. ჩვენ ქვეყნის მასშტაბით საარჩევნო უბნები მოვინახულეთ. ჯერ თბილისში ვიყავით და ახლა აქ ვიმყოფებით. ჯერჯერობით არ გვინახავს დარღვევის არავითარი ინციდენტი. პროცესი შეუფერხებლად მიმდინარეობს და შეესაბამება სხვა ქვეყნების პრაქტიკებს. საკმაოდ ბევრი ამომრჩეველი იღებს მონაწილეობას და აქტივობაა. ჩანს, რომ არის საზოგადოებრივი დაინტერესება და ამ არჩევნებით და მათთვის მნიშვნელოვანია ადგილობრივი წარმომადგენლის არჩევა. ელექტრონული სისტემა პროცესს მარტივებს და შედეგების უფრო სწრაფად მიღება შეიძლება. თუმცა ქაღალდის ბიულეტენთან შედარებით შემოწმებაში არსებობს განსხვავებები და არის დებატები იმასთან დაკავშირებით თუ რომელი სისტემის გამოყენება სჯობს. ჩვენ ორ სხვადასხვა ქალაქში 5 ან 6 სხვადასხვა უბანზე ვიყავით. რასაც ვაკვირდები, ყველაფერი კარგად გამოიყურება, გარეთ სიმშვიდეა, არავითარი პროტესტი ან დაბრკოლება. პროცესი შეუფერხებლად მიმდინარეობს და გუშინ ვთქვი, რომ ზოგიერთი თქვენი პრაქტიკის შეერთებულ შტატებში გადატანაც შეგიძლიათ. მაგალითად, კალიფორნიაში. ხედავ, რომ თქვენ ამოწმებთ პირადობებს აქ, მარკირებას, იღებთ ფოტოს გამოსახულებიან ფურცელს და გაქვთ ძალიან უსაფრთხო ფორმები ხმის მიცემისთვის. ამერიკაში ზოგიერთ შტატში ასე არაა, საკმაოდ საინტერესო შედარება. კარგია, რომ კომბინირებულადაა ელექტრონული და ქაღალდის ბიულეტენის სისტემა. ელექტრონული სისტემა აიოლებს დათვლის პროცესს და უფრო სწრაფად იღებთ შედეგებს. საერთო ჯამში ვფიქრობ, ყველაფერი კარგად, დაუბრკოლებლად და პროფესიონალურად მიმდინარეობს. ჯერჯერობით რაც ვნახე, ყველაფერი უსაფრთხოდ მიმდინარეობს იმ უბნებზე, რომლებიც მოვინახულეთ. ამ დროს მონაცემებით შიდა ქართლის რეგიონის 4 ოლქიდან ყველაზე მაღალი მაჩვენებელი აქტივობის არის კასპის მუნიციპალიტეტში 19.65% ამომრჩევლის უკვე მივიდა არჩევნებზე და როგორც ოლქში განაცხადეს, წინა არჩევნებთან, საპარლამენტო არჩევნებთან შედარებით მომატებულია აქტივობა მოსახლეობის. ხაშურიდან ნინო ფისაძე საუბრობდა.